დააპატიმრეს სპეცრაზმელები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს როგორ ფორმულირებაც ხაბეიშვილის ცემაში, ჟურნალისტი როგავას ცემაში და კიდე ერთი მომიტინგის ცემაში. მან მე დავამატებდი, რომ უბრალოდ სპეცნაზელები დააკავეს არ არის თლად საკმარისი ფორმულირება, რატო ახლა რო კითხულობდა მაგალითად ერთ-ერთი ფიგურანტი, როგორც თვითონ თქვა, ეხლა მუშაობსო სუსის განყოფილების სპეციალურ ანუ სუსის სპეცნაზის უფროსი იყო, როგორც თუ სწორედ გავიგე. ანუ ეგ არ არის აი რაღაცა გედედეს უბრალოდ თანამშრომელი პოლიციელი, ხო, ეგ არის ტიპი, რომელიც ნუ რაღაცა სპეცების უფროსია წარმოიდგინე რა. ანუ იერარქიულად საკმაოდ ისეთი ტიპი გამოდის. ანუ ეგ ფიგურა ერთი წლის წინ უბრალო რიგითი არ იქნებოდა, ეგ იქნებოდა ერთი წლის წინაც რაღაცა საკმაოდ საპასუხისმგებლო მუშაობა და ეხლა ამ საკმაოდ აქტიური კარიერა გაიკეთა თან მოვლენების მერე, ხო? ანუ ეგ არის ანუ სუსის სპეციალურ დავალებათა ესე თქვათ ჯგუფი ეგ არის აი რაღაც ტერორისტული მოვლენა თუ ხდება და აი რაღაც ძალიან მაღალი პროფესიონალიზმის მოთხოვნით რომ ძალოვანი აქცია უნდა ჩაატარო, ეგეთი ჯგუფი უნდა იყოს და მაგათი უფროსი დაიჭირე. კი, თან ნახე როგორი ერთი რაღაცაა რა. ეგ მაგ თანამდებობის პირს დაიჭერენ თუ რიგით სპეცრაზმელს, თუ ერთი კიდე საერთოდ წასული იყო სამსახურიდან და სხვა სამსახურში მუშაობდა, თუნდაც მაგას იმ მომენტში რიგით სპეცრაზმელს მაგანაწილში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტია სპეცრაზმელების, აი რიგითი სპეცრაზმელების დაჭერა უკვე. მაგაში გეთანხმები, უბრალოდ მე ამას რატო გავუსვიცი ხაზი, ეგ სპეციფიკური თანამდებობა, რაც ამათ მახსენეს. ეგ ანუ ეგ არ დაიჭირეს ჩვეულებრივი ოპერი. ეგ არ დაიჭირეს ჩვეულებრივი ოპერი და ასევე დაიჭირეს ვიღაცა, რომელიც დღემდე სანდოკადრად იყო, დღემდე თანამდებობაზე იყო. ის კი არა, რაღაცა წინარიგებიდან ჩანერგილი რაღაცა. მთავრობის უმაღლესი ხელისუფლების უმაღლეს პოზიციაზე მყოფ ტიპებს საფრთხე რო დაემუქროთ, ვინც უნდა გაუშვა, რომ ამან უნდა მიხედოს, ეგეთი ტიპი გამოდის, ხო? ხო, და ეს არ არის უბრალო საქმე და რაღაცა გაგებით შეიძლება ითქვას, რომ ეს მინისტრის დაპატიმრებაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეა, იქიდან გამომდინარე, რომ მინისტრის დაპატიმრება შეიძლება მოტივი რაღაცა მსგავსი იყოს, რომ საბაბი იყოს, აი მაგალითად ეს კორუფციაში იყო რაღაც ჩართული, ფული მოიპარა, რაღაცა გააფუჭა. მაგრამ ეს სპეცრაზმელები კონკრეტულად დაპატიმრებულები არიან რევოლუციის მოწყობის მცდელობის გაჩერების პროცესში, რა დავალებებიც არსებობდა იმას. ასრულებდნენ ალბათ, ეხლა იქ გიჟი ვინ იქნებოდა, რომ მოდი აი ჩემი ისეთ ეხლა. მან შევალთ მე კიდე მაგ დეტალებში გაჩერების პროცესში მონაწილეობისთვის რიგითებმა რაც აკეთეს მაგალითად. ანუ რევოლუციას ვინც აწყობდა მაგათი ლიდერების და მედია უზრუნველყოფას ვინც აკეთებდა იმ ჟურნალისტებზე ძალადობისთვის არიან ეს ტიპები დაჭერილი. და სანამ თვითონ მაგის აი პოლიტიკურ განხილვაში შევალ, მე მინდა გავიხსენო ეგ ამბები რო ხდებოდა, ჩვენ რას ვლაპარაკობდით. იმიტომ რომ ეგ მნიშვნელოვანია, აი ეგ ყველაფერი რო პირდაპირ ეთერში გადიოდა, მე მახსოვს ქართული ოცნების გამპრავებლებს და ქართული ოცნების ასე ვთქვათ აზრის ლიდერები ვინც ყავდათ, ისინი რას ლაპარაკობდნენ, რომ აი მიდი დედაუტირეთ ზულებში დალეწეთ, ეს აღო ბიჭებოდა. ჩვენ ვამბობდით, რომ რა თქმა უნდა, რევოლუციის საშუალება არავის არ უნდა მიცემ, მაგრამ ეს კონკრეტული რაღაცები რაც კეთდება, ანუ ვიღაც ტიპი გაითრიეს, ანუ ვინც აი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გაითრიეს, გახიეს ცემაში და გამოაგდეს მერე, ხო? ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის სინამდვილეში კარგი მოვლენა. კარგი მოვლენა იმიტომ არ არის, რომ შენ სახელმწიფო ხარ.
სახელმწიფო თუ ხარ და თუ ეს რაღაცას აშავებს, აი პირდაპირ მახსოვს კაცო მაგ ტექსტებს ვამბობდით, რომ დაიჭირე კაცო. კანონის შესაბამისად მოქმედე. კანონი დაიცავი. ანუ ეს ტიპი თუ გადატრიალებას აკეთებს, მოკიდე ხელი ჩააგდე კაცო ციხეში და რავი, კონკრეტული მუხლია ვაფშე დააშენეთ ციხე თავზე, არ გამოუშვა გარეთ, მაგრამ ტიპი გაითრეს, გაწიხლეს და მე დაგიბრუნეს ნაცემი. ეგ იყო რაღაც, რაზეც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს სახელმწიფოს აზიანებს და ოცნების ხალხი ჩვენ გვიტევდა, რომ რატო ამბობთ მაგას, თქვენ ნაცების მხარეს ხარ გადადიხართ. ეხა მაგ ბრალდებით შემსრულებლები დაიჭირეს. ოცნება იჭერს. მან ერთ რაღაცას დავამატებ. ნახე, ჩვენ ვამბობდით, რომ სახელმწიფოს რეპუტაცია ზიანდება ამით, რომ აი პოლიტიკური ლიდერები კი არა მარტო და ჟურნალისტებიც და სხვა ჩვეულებრივი მომიტინგის ცემას ჩვეულებრივი მომიტინგეების და მომიტინგეებს ახლა არა მარტო შეტაკების დროს ცემას ქონა კაცო ადგილი ვიღაცას დააკავებდნენ და მე ისინი ყვებოდნენ ხელები კამერებით იდებოდა კადრები რომ ვიღაცა დაბულია უკან და იქით ცემდა ხო გაყვანილს უკან ეგ დამაზიანებელი რეპუტაციულ ზიანს მოიტანს ისეც რომ შეარყევს მდგომარეობას სერიოზულად და მაგას ვიძახთით და მეორე ვიძახთით კაცო ამ დავალებებს რო გასცემენ იმ ხალხს მე თვითონ შეაწმინდავენ ხელებს ნუ უწონებთ ამას ამ თავრობას ნუ უწონებთ ასეთ ქმედებას იმიტომ რომ იმ რიგითებს შეაწმინდავენ რომლებიც ახლა შეიძლება იმ мотивაციით არიან რომ ის ხო შეიძლება ვერ ერკვევა იმ დეტალებში რომ რა რეპუტაციულად დაგაზიანებს რა და რასაც უბრძანებ გააკეთებს რაღაცა ფაქტი რაც უბრძანებს იმას გააკეთებს ხო და მაგას რო უწონებ და ვიღაცა რო იქიდან მედი და ეს მიაწექი და ეგეთ იმას რო ქმნი ფონს რო უქმნი და აკეზებ ეგენი დადგებიან ეგ რიგითები იმ საფრთხის წინაშე რომ მაგაზე წავა შეწმენდა ხელის და შენი პასუხისმგებლობა იქნება მე ვინც მაგას ახელებ და ახალისებ საინფორმაციო დონეზე ეხლა როგორი რაღაცა ხდება იცი ოცნების მხარდამჭერები იმ აზრის ლიდერები და სპიკერები და განფორმებლები განწყობები იგივე ხალხი ვინც იქ აკეზებდა მაშინ სპეცრაზმი ვისაც უხაროდა და ვინც აქეთ გვიტევდა რომ ჩვენ ვამბობდით რომ მაგ ხალხს შეაწმინდავენ ხელზე ნუ აკეზებთ მას რაღაცეებზე ეგრე არ უნდა წყდებოდეს ეგ პროცესი ეგ არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა ეგ არ არის სახელმწიფო დაზიანდება თვითონ სისტემა დაზიანდება მაგ პროცესში ხო მაგას რო ვამბობდით და ის ხალხი ჩვენ გვიტევდა მაგის გამო ეხლა იწონებენ დასაჭერები არიან თქვენი წახალისებით მივიდა ის რიგითი სპეცრაზმი მდგომარეობამდე რომ ხა გაწი ეგ ხალხი რომელიც გაправებით არის დაკავებული და ხა ჩვენ ხო ვიცით რომ ეს ხალხი უფასოდ არაფერს არ აპრავებს ხვალ რომ საპირისპირო 180 გრადუსით საპირისპირო პოზიციის გაправება შეუკვეთონ იმასაც გააკეთებენ ამიტომ მაგ ხალხთან ჩემი აზრით ნაკლებად საინტერესოა რაღაც საუბარი ჩვენ უფრო რა კუთხით უნდა შევაფასოთ იცი ეს მოვლენა რაც მოხდა ანუ გავიდა 2 წელი ხომასია იმ ანუ დანაშაულის ჩადენიდან გავიდა 2 წელი ეხლა ყველანი ხვდებით რომ 2 წელი არ დასჭირდებოდა გამოძიებას იმ პიროვნებების დადგენა ვინც რაღაც ძალა გადაამეტა და ასე შემდეგ ანუ თავიდანვე იცოდნენ, იმიტომ რომ თვითონ გასცეს ბრძანება და მე ეჭვმეპარება, რომ ეს ინიციატივა ქვემოდან ზევით იყო წასული. მაგ ინიციატივაზე კიდე ვისაუბრებთ, მანდ რაღაცა კონკრეტული თემები მაქვს, მაგრამ დაასრულო და უყურე რას ვამბობ. 2 წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ ეს საკმაოდ რეპუტაციული კუთხით დამაზიანებელი და შიდა მდგრადობის კუთხით დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღო. შოთას ვეთანხმები მინისტრის გადაყენება და მინისტრის დაჭერა უფრო მარტივი ესეც დამაზიანებელია ცხადია როდესაც ერთი გუნდის რაღაც მაღალი რგოლის წარმომადგენელი სადღაც ციხეში უშვებენ მაგრამ ეგ სხვა ხარისხის დაზიანებას იღებს ხელისუფლება როდესაც
შინაგან საქმეთა მინისტრს გადააყენებს, იჭერს და შემდეგ კიდე ყოველთვის მოუძებნის რაღაცა საბაბს. ის არის პოლიტიკურ პიარული დაზიანება. პოლიტიკური აქ სტრუქტურულია. მაგრამ აქ, როდესაც შენ რიგიც შემსრულებელს დაიჭერ, აი როგორც ეგეთი გამოთქმა არსებობს, რომ ჯარისკაცები არასოდეს არ არიან დამნაშავეები, ხო? აი თუნდაც ნიურნბერგის პროცესი, როდესაც მიმდინარეობდა ფაშისტური გერმანიის მაღალჩინოსნების და ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, არც ერთი ნიურნბერგის პროცესის ფიგურანტი არ იყო ვიღაცა რიგითი გერმანელი ვერმახტის ჯარისკაცი ან SS-ის ჯარისკაცი მათ შორის. რიგითი, რომელიც უშუალო ბრძანებას ასრულებდა, ან ეს სოფელი გადაეწვათ, ყოველთვის იყვნენ ისინი, ვინც ბრძანებებს იძლეოდნენ. ხო, მას, იმიტომ რომ ჯარისკაცი ისეთი თანამშრომელი ისეთი პოზიცია, რომ შენ კაცო, უნდა შეასრულო ბრძანება. შესაბამისად, ჯარისკაცის დონეზე, როდესაც ხდება რაღაცა პროცესების დაქოქვა, ეს უკვე სისტემურ ხასიათზე მიანიშნებს და მოდი ახლა აქედან გამომდინარე ვიმსჯელოთ. ანუ ოცნებაში 2 წელიწადში რაღაცა სამართლიანობის აღდგენის სურვილმა გამოიღვიძა, უბრალოდ ამ ადამიანების აღმოჩენა, დადგენა ვერ ხერხდებოდა, იმიტომ რომ ნიღაბი ეკეთათ და მოკლედ რაღაც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაადგინეს ეს ადამიანები თუ უფრო სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე. აი მოდი მაშინ დავსვათ ბანალური კითხვა. სინამდვილეში ამ კითხვის დასმა არც უნდა იყოს საჭირო, მაგრამ რახან ოცნება ისე აყენებს საკითხს, რომ პირიქით კაცო, აბა რა ეგ კონკრეტულმა ტიპებმა გადაამეტეს უბრალოდ, მოდი გავყვეთ ჯერ მაგ ლოგიკას რა. აი ხა ვიღაცა რიგითი აქციის წევრთან ჩხუბი რომ მოხდეს, კაი ჩავთვალოთ, შესაძლებელია და ვერ გაიგო ვერავინ. ეგეც საჭოა, მაგრამ ჯანდაბას. აი ორი შემთხვევა შემდეგი არის ჟურნალისტთან მიმართებაში, ხო? ჟურნალისტები ყოველთვის არიან განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, მაგრამ აი ჩავთვალოთ, რომ მანდაც ვერავინ ვერ გაიგო. აი კონკრეტულად პოლიტიკური კონტექსტი რო აქვს. ხელით მართვის დონეზე რო არის აყვანილი, მაგაზე გადავიდეთ. არის ნაციონალური მოძრაობის იმჟამინდელი ლიდერი იყო, ხო? თუ მაშინ გადამდგარი იყო უკვე ხაბეიშვილი. არა, მაშინ არ იყო მაგობრად. ხო, აი რაღაცა პარტია. გადამდგარი იყო. ნუ რაღაცა პარტია, რომელიც ერთ-ერთი სპიკერიც აი დგას პოლიცია, დგას ეს ტიპები, რომლებიც გადატრიალება უნდათ რა. ამათი ერთ-ერთი ბოსი გაითრია პოლიციამ, გაწიხლა და უკან შემოაგდო. ეხლა მოდი განვიხილოთ ორი ვარიანტი. ერთი ეს არისო ბრძანების ფორმით გაცემული, ვიღაცა კონკრეტული პოლიციელები გაგიჟდნენ, შეათრიეს, გალახეს და ეგ იყო სპონტანური მომენტი. ეგ წარმოვიდგინოთ, ხო? ჯო, ნახეთ, ნებისმიერ ძალოვანი სტრუქტურა, ვისაც ოდნავ მაინც შეხება ქონია, იცის, რომ ჯერ ერთი რამე ეგეთი რო ხდება, ეს ხალხი რაღაც უპატრონოდ კი არ დგას იმ ქუჩაში. არის დანაყოფი, აი კონკრეტულმა ადამიანმა იცის, რომ ჩემი ხელმძღვანელი არის ეს. აი რა 10 კაცი ხო დგავართ? ამ 10 კაცს ვიღაცა ხელმძღვანელი ყავს. იმასაც ხელმძღვანელი ყავს და ეგრე ადის ministrამდე. ეგრე არ არის რაღაცა, აი ვიღაც ჯარისკაცი გაგიჟდა და უმისამართოდ ისვრის და თავდაცვის ministri რაშუაში, ეგეთ რამე არ არსებობს. აი დაუშვათ ვიღაცა კონკრეტული პოლიციელი გაგიჟდა, ხო? და მაგაზე ბრძანება არ არის. მანდ ეგრევე თუ ბრძანება არ არის, ირთვება, რომ მაგის უშუალო ხელმძღვანელი, ანუ უშუალო ხელმძღვანელმა თუ ფეხზე დაიკიდა კადრში ხედავს, მაგისი კიდე უშუალო ხელმძღვანელი ან მინისტრი, ეგრევე ამბობენ, რომ ეგ გააჩერეთ, ეგ ვიღაცა პროვოკატორია, მაგაზე ბრძანება არ გაგვიცია, რაზეც ბრძანება არ გაგვიცია და გააკეთა, ესე იგი ეს შემოგზავნილია, ეგ ვაფშე დაიჭირეთ და ის ტიპი რაში გვინდა, ანუ მაგ ჯაჭვმა თუ არ იმუშავა ეგრე, ესე იგი ის კონკრეტული ტიპი, რომელიც ამას თავში ურტყავს, არ არის არც მაგ პროცესის ინიციატორი და მაგაზეც არ თავდება ეგ ყველაფერი. და 2 წლის მერე კონკრეტულად მაგ ტიპს თუ იჭერ,
როგორც მინიმუმ უნდა დადგეს საკითხი ისე, რომ თუ ეს გაგიჟდა კონკრეტულად, აი ეს კონკრეტული ადამიანი გაგიჟდა და ჰელმა მაგის ხელმძღვანელობის ჯაჭვმა რაღაცა 10 მეთაურიდან დაწყებული მინისტრით დამთავრებული ამაზე არაფერი რეაგირება არ მოახდინა, თვითონ ეგ ბოდვარო დაიჯერო ადამიანმა, ეგეც კი სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით ექვემდებარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ანუ შენ რაღაცა შენი ხელქვეითი გაგიგიჟდა, ვიღაცა პოლიტიკოსი გალახა, რამაც შეიძლება კიდე უფრო გაამწვავოს დაპირისპირება და მართლა გადატრიალება მოგიწყონ. ანუ პოლიტიკური კონტექსტი აქვს და არაფერს არ აკეთებ, დაუშვათ გაგიჟდა და შენ არაფერს 2 წელი გავიდა, ხო? ეგეც კი არალოგიკური ბოდოა და მოდი გულწრფელად ვთქვათ, ხა ყველა ხვდება მანდ, რომ იყო განკარგულება გაცემული და ის რიგითი შემსრულებლები ქვედა დონის არიან ტიპები, რომელზეც ხა უბრალოდ ხელი გაიწმინდეს.